გია, გიროტაძე, გილოცავ, დღეიდან ჩვენი სამინისტროს სათადარიგო მძღოლი ხარ. გილოცავ. ძალიან ხო. მარინას ავთხრა. სამინისტროში რაზე დავიწყე მუშაობა. კარგი, ოღონდ სამაგიეროდ რას მოვცეთ? ბატა. ესვენი ეხლა შეგააცივე და ისე დალია და მალე მუცელი გაგებერება. მე ბავშვი. რა ბავშვი ელენე, გაზებით გაგებერება ისეთი საშინელება ჩანს. იამ, ზადარი საუზმე. მოდივარ. რა კარგად გამოიყურებდი? ეს გარეგნულად გამოიყურები კარგად, თან ისე ჩემზე უბედური ამ ქვეყანაზე არავინ არ არის. რატო გია? რატო გია კაცო? ყოველ დღე სახში მყავს პაატა. სამსახურში მყავს პაატა. ეხლა გზაში პაატა უნდა მყავდეს. ვის სამსახურში? ძღოლი ყავს და გავყვები მას. ოი გია, მეკუნა დაიყოლეთ რა უნივერსიტეტში. რანაირად გავიყოლეთ? უნივერსიტეტი სხვა მხარესაა და ჩვენი სამსახური სულ სხვა მხარესაა, რა ვიცი. მე რა, ბაზარი სხვა მხარესაა, მაგრამ ხონდა გამოიარო და წამოიღო პროდუქტი. მაგრამ აი საღამოსო მოვიტან ახლა მე პროდუქტს. შენ იმ პროდუქტს ცოტათი ოდნა სახეს შევუწრო და ისე უკან უნდა გამატარო სამსახურში და. რატო ვიწოდო ეხამდე? მაგრამ პირდაპირ იქიდან იქნებიდან და იქნება, რა? კარგი, რა გია, რა უნდა ჭამო სამსახურში და რო არ გაგატანო. რა და ეს 3 დღე რასაც ჯამ იმას შევჯამ. ხო, აი საჭმელს ვარ მაგა, რა? ასე ჯობია? რას არ გატან? საჭმელს პატას ვატან. რა, არ გაძლევ. ხედავ მარინა. პატასაც გქონია ერთი რაღაცა კარგი რა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგინე. მოიცა, ესე იგი შენ 3 დღე ფაქტიურად მშიერი ხარ გია. კარგი. დღეს გაგატან ძალიან ბევრ საჭმელს, რომ აბანაზღაურო. არაფერს არ გამატან მარინა, გამატან და გაგეყრები. და ბეკუნასაც არაფერი არ გამოყოლო, თორე იმას გვარსავართ მე. კაცი ამღელად რამოდენობის პირი ვარ ეხლა, ძღოლი ხო არა ვარ, რაკეთიკი საჭმელით მე არ ვარ, რა. ია დროზე მალე. ზათა ვარ კაცო. ზათხარ? ზათა, ხო. ზათა ჩუსტები და სპორტულები გავაქცევ მეთქნა. კარგი, ხო რა ხარ ზათხარ, მაშინ ჯერ არ მეჩქარება, ცოტა ხანი გავჩერე. საუბრობ. ბატონო. გია მითხრა რომ ძღოლი ყავსო და გილოცავ. ო, მე კი არ ყავს ძღოლი, ქალბატონ მარინა, თქვენ ყავთ ძღოლი და მე გილოცავ. და მე რა მწვავ? ანუ ჩემი მძღოლი იგივე, თქვენი მძღოლი არ არის? ხო. ხო, ხტები როგორც აი გია, ანუ შენი სახლი იგივე, ჩემი სახლი არ არის? ხო. პატა, გია არაფერს არ მიყვება თავის სამსახურზე და შენ მაინც მომიყევი რამე რა? რა ვიცი რა? აი, დიდი კაბინეტია აქვს? დიდი. კი, საკმაოდ. საკმაოდ დიდი კაბინეტია, უკან 4 კაცი ეტება, წინ 2. როგორ? ანუ ეს მანქანის ტიპის კაბინეტია, ხო ხტები და უკან 4 იზება, წინ 2 რა, ხო ესე. ეს მარინა, მე მგონი ჩემი საფული დამჭა ოთახში და გამომიტანე რა. ეხლა ადამიანებს დღეს ეს ლეპტოპი ჩანთანო წამოიღო. ლეპტოპის ჩანთა რა თქინდა? ბიჭებამ თხოვეს დომინო და სანგარიშო წამოიღეო და აქ ჩავდე რა. არა და ყოველთვის ფიქრობდიო, ლეპტოპის ჩანთის გამოყენება სხვა რამეში შეიძლებოდა თურმე. მაგრამ სიდღე მაქვს რა.
რა იყო, რა მოხდა? რა მოხდა და კატამ გადამირბინა გზაზე შავმა კატამ და დავითმეს. ეთყობა დღესაც თელ გზაზე მიდიოდი და გზა ვერ გადაგიბინა. შენ ბევრს ნუ ლაპარაკობ მან, თორე შენ თარსი დღე გექნება გპირდები. ლაშა, ცალი ფეხსაცმელი რატო გაცვია? ეზოში რო დიდი ძაღლია ხო ისი? გიკბინა? არა. აბა? დიდი ძაღლი ხო დიდია. ხო. ხოდა ისი დიდი იყო ჩავდგი ფეხი და გარეს. სულიმ კატის ბრალია ელენე ყველაფერი რა. წიხო გადამირბინა. გადავეფურთხე სამჯერ გვერდზე. და გვერდზე ჩვენი მეზობელი როა ნათელა. მოდიოდა ის და იმას მე იმან რაც მე მწყევლა და ლანძღა და მთათხა მე იყო ეს ძაღლის ამბავი. ო მე კიდე სტურუების ბავშვმა აიმნი და ვაშლი გადმოაგდო. მაგრამ აი ამ ხელაზე ამსდა ელენე აი ამ ხელაზე. რა კიდე მე რაც ფსავარია აქცდა. ეცმა გასვამობ რო ამსდა იცი რამდენი ხანი უმიზნებდი პირს. არა, თარსი დღე მე ლიფტში გავიჭედე. მაიცა წაიღა მუშაობდა ლიფტი. სხვანაირად გავიჭედე. როგორ და ჩვენი მეზობელი რო არის იაკობი. ის შემოვიდა თავის რაგბის ძმაკასთან ერთად და გავიჭედე. შენ მარკოს იჭედები ხოლმე ლიფტში. შენ ბევრს ნუ ტრიკინებ მეთქი გითხარი და იმეცადინე მან ხუმეცადინეო თორე ჩახტოვებენ კლასში. ჩამტოვები და ძალიან კარგი რაღაც გაკვეთილები ხომ აქვს ნასწავლი და იოლად გამოვძრებით ხოლმე. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ, მიდი დაჯექი იმეცადინე. იმეცადინო არა ის კი. ნიკა, იმეცადინე და ჩააბარებ გამოცდებს. ჩავაბარებ არა ის. მოგხდება ეხლა. მომხდება არა ის. არ გესმის როგორ მელაპარაკება? მიდი ერთი დაელაპარაკე. დაველაპარაკო არა. აიღო გია. ხომ გახსოვს რომ მარინამ იცის რომ მე კარგ სამსახურში მუშაობდა. ხომ გთხოვე არაფერია. არ თქვა მეთქი. ხომ გთხოვე. გია, რაც წუწუნე ვერ გავი რა გინდა რაც წუწუნე. შენი ერი სამსახური გაქვს. გიხარ მთელი დღე ფეხზე გადადებული და კარაფერს არ აკეთებ. ხელფას გიხდიან, ხო? ხო. რა გინდა ვერ გავიგე ახლა. თან სათად არიგო მძღოლი ხარ. რა წუწუნე. არაფერს არ აკეთებ, ხელფას გიხდიან. კიდე შენ წუწუნე ვერ გავიგე. და არ დაგავიწყდეს რომ საოცარ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა. ხო. გაიბიჯა გელა. გელა კი არა, საოცარ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა. გელა და დათო. უყურე ამას რა. ქაუტონ მარინა. კარგი, ხო? საოცარი ადამიანი ხარ, ჩემო პაატა და დიდი მადლობა რომ არსებობ. გონყოფილი ხარ? მადლობა. ხო. და შენზე კიდე ანდაზა მაქვს მოფიქრებული რომ იცოდე. ო, გითხრა? აბა. ჩემი მძღოლის მძღოლი, ჩემი მძღოლი არ არისო. სანადა იცი? ანდაზა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი დავითაო. მოიცა მე რა შუაში ვარ, გავიგე, დათოზეა და მე რა შუაში ვარ. მართლა იმ მაგარი მომიყევი საგამოს მინისტრს ნახავ მოუყვები მაგას ვეთქვი. მარინა, სად ხარ ამდენხანს კაცო? მოვდივარ. ვეძებდი გია ძლივს ვიპოვე. იყვიდო კაცო. აი, წავედით ჩვენ? აბა თქვენ იცით. აბა თქვენ იცით, წავედით ჩვენ. ერთი წუთი. ოხ, მარინა. კარგი რა. აი ახლა მართლა წავედი. ეხლა მართლა. წავედი, ხო. გია მიდი ლიფტი გამოიძახე და გეწევი. სკავტო მარინა ის. ამას მე იმას ვიზავ რა ქვია. აუღებ თორე. ხო იცი რა მორიდებული ხმა იყავს, ხო? ბოდიში რა ჩამეკბინჩა და მეორეს წაუღე. რა
რატომ მიყურა? ჩემთვის კი არ მინდა. აბუტონა მარინა. ამასაც წაუღებ თორე. ხო იცი გია რამ სუნა გია, ხო? წაუღებ. და შეგნონ დაელაპარაკო. მე ვერ დავალაპარაკები, არ მცადია. იქ იმ ბაშმა წამალი რომ მომიზადე, ის უნდა დავლიო. აი ეს ნაყენი? ხო. ნაყენი. აშაკიცია. უთხარი რა დედას რომ ნუსვამს ამ ნაყენს. რატო არ გინდა დაანძმა? კი მინდა, მაგრამ დედა უფრო მინდა. თან ამ ნაყენს როსვავს რაღაცნაირად იჭყანება, აი მულტფილმებში რაღაც რო შეერჭობათ ხოლმე და რო წითლდებიან და რო იჭყანებიან, თან რო არ იმჩნევენ ხოლმე, აი ეგრე. აი. არ, ელენე, რა სვავ ამისთანაც რა არის? აშა. ძმარია ეგ. ეს არის? აჰა. აჩვენ ერთება. არ, ელენე, ამას ისევ ძმარი ჯობია. რატო დავლია მეორედ? გეუბნები დათარსული ვარ მე, დათარსული. დავალ დავждები ტელევიზორს მაინც უყურებ. იქნებ დღეს მაინც გაუშვანეს ჯუმანჯი. რა ჯუმანჯი რა? ისეთი დათარსული ვარ, რომ დავჭეკი და აგერ ტელევიზორი კი არა და შუქი გაითიშა. ლაშა, შუქი კი არ გაითიშა, პულძეზი ხარ, პულძე. უიხო. არა, ეს პრინციპში არც მარტო იმ კატის ბრალია ყველაფერი რა. იქიდანვე ძალიან ცუდად დამეწყო დილა. იმიტომ რომ საშინელი კოშმარი ვნახე. რა დაგესიზმრა? ადამეს იზმრა და ვითომ ნინო მოვიდა და მითხრა რომ მე და შენ უნდა დავშორდეთ და ბასიკოს უნდა გავყვეთ ცოლათო და აი ამ დროს გამომეღვიძა რა და შვებით ამოვისუნთქე. რა მოგასუნთქა? მართლა ეგრე ხდება. ნინო უკვე დაგშორდა შენ და დღეს ვასიკოს მიყვება ცოლად ქორწილი აქვს. სხვათა შორის შენც ხარ დაპატიჟებული იმ ქორწილში. ვიცი ხო, ვიცი. მაგრამ ისიც ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. დავალ ქორწილში, ნახავ ნინოს და ვეტყვი. ნინო შენ არ უნდა გაყვე ვასიკოს. იმიტომ რომ მე შენ ძალიან, აი ძალიან შეამაჭამერა მე რა. მოგზავნეთ. შეიძლება ბატონო გია? მოდი, კაცო. აი, ხო ხედავ გია. ამ ხელა თანამდებობის კაცი ხარ. რაღაცნაირი მომძღოლო. დაკაკუნების გარეშე მაინც არ შემოვედი, დაიმახსოვრე. დიდი ხანია რა, მისის ქვეშ. არქივში აღარ მუშაობ? კი, ერთი წელია ზუსტად. ზუსტად ერთი წელი. ეს რიტორიკული კითხვა იყო, პატა. რიტორიკული, ანუ 2 წელია? ოჰო. ეს რეები რანაირი სიტყვები გისწავლიათ აქ რაღაცნაირი მომძღოლოებს. ხო ჩახტო. რა გინდა პატა, რატომ მოხვედი? არაფერი გია, რა ვიცი. საქმე არ გქონდა. ვიჯექ ჩემთვის და ვიფიქრე ჩავალ გიას. ცოტას დავცინებ მეთქი. ცოტას ნევრებს მოუჩლი. გავამწარებ მეთქი და ხარ ნორმალურად. ჩამოვედი რა. რა საკეთებ რა, რა საკეთებ? არაფერს არ ვაკეთებ, არ არის საქმე და ვკითხულობდი გაზეთს, სანამ შენ მოხვილობდი. ხო და საქმე რო არ არის, რა გამოიჩინო რო არ არის საქმე. როზი ხარ აქ. ატეკი ხა, ხო ხედავ მომდენი ხანე მანქანა არ გიტარებ და დაგავიწყდა უკვე როგორ უნდა ატარო. ატეკი და წადი ეზოში და იმეცადინე. თუ ეზოში ჩასვლა გეზარება, აქვე იმეცადინე. ჯაჯექი მანქანაში მოდია გასწავლო, მოდი. ჯაჯექი. აი, ეგ ხა ერთი ხო ჩაჯდე და ქოკო ჩქნდა. ოდნა უკანა მე წავიდა. ნახე, ქალია, უაჭველი ქალია. კარგი გეხუმრები ხო რა იყო? დომინოს თამაშო მია? არა, არ თამაშო. რას კი არ თამაშო? მოდი, უნდა მოგანგრიო, მოდი. არ თამაშო, არ მინდა მეთქი გეუბნები. რას კი არ გინდა, მოდი მეთქი მე თამაში, ხო გეუბნები ხა, მოდი აქ. უნდა დაგანგრე. მივხვდი და მოგიგებ და შეგეშინდა, ხო? მოდი. შემეშინდა კაცო, არ მინდა გეუბნები რა. უნდა შემოვიდეს უფროსო და მოწე შენიშნო და არ მინდა თქო რა, რა ვის შენიშნო უნდა მოგწე? ის არის შენ უფროსი, შენ უფროსი კი არა, მე ვარ პირიქით იმის უფროსი. მოდი აქ იმასთან მე მოვაგვარებ. ხო და ნიცლავზე ვითამაშოთ. მინდა?
განიზლავს. ანუ უყურე ხო რა ხდება? შენ თუ მომიგებ, აღარ გაგამწარებ, აღარ დაგცინებ, ეგრევე წავალ აქედან. მე თუ მოგიგებ, გავხვალ ფოიეში და ძალიან ხმამაღლა რაჭულს იმღერებ და თან აჭარულს ისეკვებ. უყურე რა გაცინე, იცი რა ძნელია, კი ვერ დამომუღამე, იცი რა ძნელია. კარგი, ოღონდ ესა და უფროსობას და შენ მოგვარებს აქ. გითხარი მოგვარებ მე. მოდი. როგორ უნდა მომიგო ბიჭო? შენ ასამდე თუ არის ისა შენ. ვაიმე ვისეუბნება, ვაიმე, მოდი. მე ვარ დომინოს ლომი ვარ მე, მოდი. მოდი. ლომი კი არა, ვებხვი ვარ. შენ მომისმენს რომელი ერევა? დომინოში ვებხვი. მაშინ დომინოს ვებხვი ვარ, შენ. ხუთმეტი წუთია უკვე არაფერი არ მომშვია რა. მე მგონი გადამიარა იმ კატის წყევლა. მოუკლავ იმ კატას რა. სხვა ვერავინ ვერ ნახა ჩემს გარდა გადასარბები. მე მგონი პრინციპში გადავრჩი ხო. აი. არაფერი არ მყივა. დამეხ. არა, პრინციპში იმ კატის ბრალი არ არის. თქვათ, იმიტომ რომ იმ ხელავარ ამ შარვალი ადრე თუ არ მაინც შემომასყდებოდა. წავალ გამოვიჩვი ერთი. ცოტაც. რანაირი ღილებია კაცო. ადრე სუსხანაირი ღილები იყო, სუსხანაირი ხარისხის რა. ერთხელ ჩახოხბილს 4 ხინკალს და 4 ხაბაბს უძლებდა და ეხლა კიდე ერთხელ ჩახოხბილს 4 ხინკალს და 1 ხაბაბსაც ვერ გაუძლო რა. კიდე კარგი ეს ელვაში საკრავებია კარგი თორე. მაგარი ხარისხია რა. ვიკაცოეს რა გამოდის ახლა რომ შარლ ჩახტელი უნდა მივიდე ქორწილში? ხო და უნდა მივიდე ქორწილში და კაცს უნდა უთხრა შენი ცოლი მიყვარს მეთქი შარლ ჩახტილმა? არა, მე მგონი ნორმალური არ ვარ მე. ესე იგი, ხა რომ მივიღე ქორწილში და გაქცევა რომ მომიწევს რა უნდა ვქნა. როგორ უნდა გავიქცე? ესე? ესე არ გამოვა. მაგრამ პრინციპში რატო უნდა გავიქცე? გაუშვებ შარვალს ხაზს და იქით გაიქცებია ყველა. Modi, come on! მე არა მაქვს. ბაზარი. მაინც ამოვიჩვევ ერთ წუთი კაცო, ეგრე სად არის? ბაზარი. აჰა, არა. აჰა, ხუთი. რა, ეს გაჭედეთ თუ რა? რა არის? რა. ესე დავდი რა იყო რა. რას ქვია ესე დადე? აქედან დაგედო და 15-ს დაიწერდი. 2-იანი 6-ია როგორ მივიდო? რას ლაპარაკობ? მოიცა რა ეს ტყუილებს არ ვართ? რა ვიცი მე წერან 5-6-იანი მივიდე რა ვიცი. რატო ეკუთვნი? ეხლა დავიწერ 50. რამდენი დაიწერე რა არის? 5-იაო და 35 დაწერე რა? გია. რა გია? შენ ხო იცი მე რა ლამაზი და გრძელი თითები მაქვს. წამოყვა თავისით რა ეხლა რა მოხდა ეხლა? მიდი ჩამოდი. აი ეხლა შეხედე, აი ესე 15 რო იცოდე, აი შეხედე? რანაირი 15-ია, როგორ არის 15 ეს? 15-ია გეუბნები. აი მე როგორ არის 15 რა? ხო, 85 ხო არის 9, ხო. რა და 6. 5-1 არის 6. ეხლა 9-1 და მივიმატოთ 15-ია მართალი ხო? ირა პასტა
და ფულცას მოგზავ და ესე ქვეშმიწერით არ მინდა არ ჭირდება მიდი ითამაშე კაც მიდი ითამაშე ჯერია ოტა აჰა მიდი მე ითამაშე არა და ეხლა რა უნდა გითხრა ხო იცი შენ სიღირსი ხარ ყოველდღიურად რო გეუბნება ხო მარინა გია ბაზარში წადი გია წადი მე მიდი წადი ახვეტა გაუმარჯოს ხოთარ ახვეტა რა ხდება ბატონოთა ჩვენ ბატონოთა რა უნდა ამას რამდენჯერ გაგაფრთხილე დომინო არ დავინახო მეთქი იცი ჩვენ ბატა ხო თქვი რომ მე ოტა დამაცადე მე აუხსნი ერთი წუთი ხო ოტა რა გიხსნი ხა რა ხდება რა შენ უნდა უშლიდე თამაშს და კიდე შენი თამაშები რას ლაპარაკობ ოტა რეებს აცხენე რას ქვია ვეთამაშები იარ ვეთამაშები კაბინეტში ვიჯექი და დამაინტერესა აბა რასაკეთებს მე გია როგორ მუშაობს და ჩამოვედი ისე შეთავაზე ხო ხტები მეთქი აბა რას იზავს რა შეტო დომინო ხო ვეთამაშა მეთქი არე ცალკეჭებს და დაიწყო ხმა აქ აბა რას ლაპარაკობ რა თქვია ხა შენ რა ფიქერე მომეცი შენერები გამომისწორებია და გამიშვია სამსახურიდან გია იცოდე ეს ბოლო გაფრთხილებაა უყურე ნერვები მეშლება როგორ უკიფრად მიყურებს თვალებში შეხედე შარვალს რომ უშვებ ხელს მე მძრება შარვალი ხო ესე იგი როგორ უნდა ვქნა ისე რომ ხელ დაჭერის გარეშე დავიჭირო შარვალის ზევით. ვიცი ხო, ისე. არა, ეგრე არ გამოვა ეგრე. ხო. ლაშა. მიქსერისთვის შემოვედი ხო გაქვთ? კი, გვაქვს, აი გზევით თაროზე უნდა იდოს ესე კითხო. ზევით, კაცო, ზევით მეთქი, ზევით თაროზე, ზევით. არ არის აქ ლაშა და მომაძებნინე რა. ო, კარგი, მოგაძებნით ხო. ვაიმე. აი. დიდი მადლობა. რა ხომის არაფერს. კაპაგიჟებს ეს. და. ლაშა იცი რისათქმელა დავბრუნდი? არა. მე ძალიან კარგად მესმის შენი, მაგრამ მინდა იცოდე. დაკავებული ვარ. ეს როგორ გაბედე შენ როგორ გაბედე ეს როგორ გაბედე ამათადეოთა როგორ გაბედე სამსახურში დომინო როგორი თამაშე შენ გეკითხები მე შენ კარგი ბატ მოიცადე ერთი კაცო 15 გია ცოდე მეორედ ეს აღარ დავინახო და მე კიდე არ გავიგოს იმიტომ ვიძახი რომ იმ ხელახ მაზე ატყაფუნებ და მკენჭებს რომ ზევით მესმოდა კაბინეტში დიდი ბოდიში ბატონო და დიდი მადლობა ბატა ის ამ თვეში ხელფასი რომ აგვიანებს ეგეც ჩემი ბრალია ალბათ გია მარინა მოდის გია რა მარინა მოდის ო აქ არ უნდა მოხდეს რა აქ არ უნდა მოხდეს კაბოტო მარინა აქედია ხარ ხო რატო ვიძახი რა ამქრაგია ყველაფერი გავაკეთე რომ არ დავენახებ მოვიფიქრე ახლა მე აქ არ უნდა ვნახოს კარგი მოვიფიქრე წადი ზევით არის ჩემ კაბინეტში და უთხარი ჩემი კაბინეტიო ხო მართლა მოიცადე წუთი რა მიხვდება ეგრე იმიტომ რომ ყველგან განწაკაცებული მაგ აქ იყო პატა ეგრე არ გამოვა აბა რაღაც მეურნეები შემჩანებია ამას ხომ მოვიფიქროთ რა ვიცი კი უბრალოდ ისე კარგი ხუმური ისა კარგი იდეა მომივიდა და აღარ გადავარდა და ყველაფერი ხუმრობასე მისამალები რა ვარები და აქ ხო ვალი მაქვს 25 წელია უკვე ვალი მაქვს გამარჯობა მარინა რა გინდა რა საკეთე საჭმელი მოგიტანე გია რა საჭმელი იცი რამდენი გეძებე ძლივს გიპოვე
გია, ეს არის შენი კაბინეტი? ხო, ეს არის ჩემი კაბინეტი. ეს არის ჩემი კაბინეტი, ხო მოგწონს? ხო? რა ვიცი, ცოტა სხვანაირი წარმომედგინა. ჩვენ სარდაფზე ცოტა უკეთესი მაინც. ვაძლევთ ეგეც, მაგრამ არ იკატრა. ო, მართალია, ხო. ასეა მარინა, მაგრამ არ მინდა თანამშრომლებს ვაგზნობინო, რომ მე მათზე მაღლავთ გავარ, ხვდები? ამიტომ ეგ კარგია გია, მაგრამ ეცადე ხელფასის აღების დროს ეგრე არ გავაკეთე. ხელი ხომ არ შეგიშალე? არა, რას ლაპარაკობ ქაუტომან, ხელი არ შეგიშალე, უბრალოდ ეს თანამშრომლებს ეჩხუბებოდა, ხო ხდებით ეს. ეს დომინოს თამაშის დროს შეასწორე. ხო, ასეა, მართალია მარინა, ხო. გია. მოდა, ასე რომ ჩემო ოთარ. ჩიკ. ცოტა გორს მოეგე რა, ოთარჩიკ რა. ხო ხტები ახლა შენერები გამიშვია სამსახურიდან გამომისტორებია. ეს არის ბოლო გაფრთხილება იცოდე. აი ესეთი მკაცრია გაბრაზებული რო არა, ესეთი მკაცრია გაბრაზებული რო არა. გია, ცოდოა. შეხედე რა ბუთხუზაა და საყვარელი. არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორედ ესე აღარ მოიქცევა, არა? ოთარ ჩიკ. გია ერთ წუთს გამოდი ძღოლი ჭირდებათ. მოდი. რა მძღოლი გია? ასე მარინა, აბარა, ამ სამინისტროში ხან ძღოლის ვარ, თუ საჭირო ოფროსის, თუ საჭირო მინისტრის მოულებას მევასრულებ, აბარა. გია, სანამ რამეს მეტყოდე, ერთ რამეს. აი მოდი, ნახე. აი ეს ბლინჩიგერი გამისინჯე და მერე მითხარი. ნავრას გეუბნებოდი. და მალე მოვა, შენ პატას ელაპარაკე. დედაო? პატა. გია საძის ხოლმე. გია საძის ხოლმე, ნუ გააჩნი, ხა თუ პარებში ვართ აქ. რაში ხართ? პარებში, წყვილში, ანუ ჩვენ თათბირზე ესე ვზივართ ხოლმე, გოგობიჭი, წყვილში, ხოხტები. და არა შენ რა ვიცი, ხან მანძის, ხან აგზის, ხან ფეხზე დგას, თუ ადგილია რა ვიცი, აი ესე. შეიცილაშა. ეხლა უნდა მიხვიდე ქორწილში და ნინოს უნდა უთრო ყველაფერი. იმედია რომ იმ კატის რაღაცა დათარსვამ გადაიარა და ხელს აღარაფერი აღარ შეგიშლის. აბა შენიც მე შესკენა ვარ. მიდი მეთქი. არ ჩაიდე და ჩანდა გადაიმა. ვაიმე რა ვქნა რა მომკლავს ეს საკეტი გამაგიჟებს რა. არა, ჩემი ბრალია, რას ვიკეტებოდი ერთია? რას ვიკეტებოდი? ვინ შემომივარდებოდა ეხლა? თან ყველა მიწის მე როცა აბაზარაში ვარ 1-2 საათი მე აჭერა ვინ ვერ შემოვა. ვაიმე რა ვქნა? რაღაცა მაინც დღეს მოხდა ეს ყველაფერი. რაღაცა მაინც დღეს, აი ნინოს ქორწილის დღეს, სხვა დროს მაინც მომხდარიყო. მაგალითად ასტეროიდი რომ დაეცემოდა დედამიწას და გაანადგურებდა ყველაფერს სამაბაზანის გარდა. რა ვიცი. გამიგეთავინე მკარები რა მიშველეთ ესა. ელენე! ნიკა! შენ ხარ ლაშაბიძია? მოხვედი ნიკა. აუ ნიკა მიშველე რა. ისე ტუალეტის ქაღალდი გინდა, მოიცა. რა ქაღალდი ნიკა, ეს კარები ჩამეკეტე და იქნებ მანდე და რაწვალე ის საკეტი იქნებ გააღო და უნდა გავიდე მეჩქარება. ლაშაბიძია, ხო გეუბნებოდი და გამოცვალე ეგ საკეტიო. რა შუაში ეხლა საკეტი? საკეტი რა შუაშია? გეუბნები კატამ გადამირბინა და დავითარცე, თორე საკეტის გამო ვარ ეხლა აქ ჩაკეტილი? ხო და მაშინ იყავი მან და იცხოვრე აბაზანაში. აბაზანაში როგორ ვიცხოვრო? აი როგორ ვიცხოვ გამაგებინე. რომ მომშვიდება რა ჭამო ეს? პირის პასა შეჭამო, პირის პასა? მარტო გემოქონია მას ნიკა. ამი შეკავდა. ძალიან მეჩქარება რა უნდა მივასწრო ქორწილში უნდა მივასწრო ქორწილს და უნდა დავიბრუნო ნინო. ლაშაბიძია, ამ საკეთს მე ასე ადვილად ვერ გავაღებ და დედამ რო ჩახოხბილი გააკეთა, იმას გავაცხელებ. აქ დავდგო. თავსახურს მოხსნი და სულ რომ შემომერე შენ თვითონ გამოანგრევ კარს.
ნიკა, ნუ მე მაიმუნები იცოდე, ნუ მე მაიმუნები ხა გეუბნები ნინოს უნდა მიუსწრო და უნდა დავიბრუნო ჩემი ცოლი და თორე ხა მართლა შემოვამტრო კარებს იცოდე. ან შეიძლება შენ ისე ხშირად მოვყავს ცოლები რომ სულ ყოველ ჯერზე თუ ასე ამტრო ეკარები რაღა გამოვა. ნიკა, გამიღი კარები და 400-ს მოგცე. მომიაბა. მანდ მაგიდაზე უნდა იდოს საფულე. სად? აბებს. კი. ხოდა აიმე. კარგი, მაშავზე არ მინდა შენი 20 ლარი მე. არ მინდა. ნიკა გეუბნები. გამიღე მეთქი კარები რა. უნდა მივასწრო ქორწილს. ქორწილს თუ ტორტს? ეხლა ნიკა გამიღე მეთქი კარები ნუმანერიულებ იცოდე უნდა დავიბრუნო ნინო უნდა დავიბრუნო გამიღე ეხლა კარები იცოდე. ხაბიძია, ეს საკითხი ძალიან დაფუჭებული ჩანს და კანალიზაციას რო გაყვე. ნიკა გეუბნები ხა ნუმანერიულებ მეთქი იცოდე გამიღე კარები. ხო, გაყევი კანალიზაციას და ქორწილში ისეთი მიხვალ მართლა ჩაშლი იმ ქორწილს. მართლა შემოვანგრევ ეხლა კარებს ეხლა აქედან რომ გამოვექანები კიდე ამ კარებს ეხლა მართლა ო, კაი, შენ გეგონა რომ არ გაგიღებდი, წადი გაიქეცი ქორწილში. დაბა ამას იქიდან როგორ ვარ? დადასტული ვარ რა, დადასტული. არა. ო, კარგი. კარგად. ნიკა, მადლობა. საფულე დამჭა. სამი. ხურდა ვერ ვიპოვე ლიფტის და არა აჰა, აი ვიპოვე ხო. 4. რა 4? 50 თეთრიანი ყოფილა ეს და 5 თეთრიანი არა გაქვს? 5. ექვსი. რამ ჭირს მე კიდე რა მთელი დღე იქ არ ვიყავი ჰა მე ვარ წინააღმდეგი ვინ არის წინააღმდეგი იმის წინააღმდეგი ვარ მე თქო ეგ ჯერ არ მithქვამს არა უკაცრავად გააგრძელეთ მაშინ იცით რა უკაცრავად ესე ხო ცოტა იქით აი იცით ცოტა ნერვიულობ პირველად თორე ისეთ ქორწილში სადაც სიძე არა ვარ და მე მინდა რომ ვიყო სიძე თუ ვინმე ხართ ამ ქორწინების წინააღმდეგი ან ეხლა ვეთქვით ან მე ვარ წინააღმდეგი ნინო ერთად მოდი ნინო აქამდე უნდა მეთქვა შენთვის მაპატია რომ აქამდე ვერ გითხარი მე შენ ძალიან მიყვარხარ და მე მინდა რომ მე და შენ დავქორწინდეთ ახლავე ლაშა მე და ნინო ქორწინდებით უკვე მოიცა ვასიკო ერთი წუთი მე ის რომ აირჩიე მე თუ ეს ერთუდი მე თუ ეს მე თუ ეს ლაშა გამაგებინე რა საკეთებ რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა ნინო მე შენ როგორც გითხარ ძალიან მიყვარხარ და მოდი რა აი ახლავე მე და შენ დავიწეროთ მოვაწეროთ ხელი ჰა ანუ შენ რჩები ხო ნინოს ხრიდან ხარ შენ კი მაშინ კი გუშინ არ გავაწერეთ ხელი გუშინ გავაწერე ხელი დიახ კი მე თქვენ თუ ხელის მოწერა გიხარიათ როლში რომ გამოწეროთ ხოლმე ერთი რა ქალბატონ ვასიკო მიხედა იმ ხალს ხო ნინო მოდი ახლა გავიქცეთ მე და შენ და ვიცხოვროთ მარტო მე და შენ ჰა ელენე მე შენ და ელენე ნიკა მე შენ ელენე და ნიკა ილია მე შენ ელენე ნიკა ვასიკო წამოდი შენ სტუგინე ნინო უთხარი ახლა ამას რომ მე და შენ ქორწინდებით და წავიდეს აქედან წადი ლაშა და მეც გამოყვევი
ლაშა შენთან მოვდიო. რა მაგარია. ნინო, იქნები ის ტორტი წამოიღო და ბარემ ბოლომდე გავიხართა. წავიდეთ, ლაშა, წავიდეთ. ლაშა. 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 ლაშა, გაიღვიდე, ლაშა ვიზია. გაიღვიდე, ლაშა ვიზია. რა ხდება, სად? აბაზანაში ხარ და გძინავს. რა? მოიჩადო, რა? რას ლაპარაკობ? აბა ქორწილი ნინო? რა ვიცი, აბა 2 საათი აქი ჯექი. რო არ გამოდიოდი კიდე? 2 საათი? ხო, რო არ გამოდიოდი კიდე, მე საკეტი ძლივს გავაღე. შემოვედი და აი. გამოდი. დამთავრდა. დამთავრდა. რა დამთავრდა? ქორწილიც დამთავრდა. და ყველაფერიც დამთავრდა. გამithobda ნინო. დამთავრდა. რა მჭირს მე კიდე ა? მთელი დღე იქავზი ვარ კაცო. ჯანდა. ბოთე ხარ ლაშა ტორონჯაძე. ბოთე ხარ რა. შენი ცოლი გათხოვდა. შენ კიდე ამ დროს უნიტაზზე იჯექი და გეძი. ბოთე. აი ახლა გაუშვეს ჯუმანჯი. რა თქმა ეხლა მინდა ჯუმანჯის გაზიარება. ლაშა. აბაც თუ იცი დღეს რა მოხდა? ვიცი ხო, ვიცი. ნინო გაყვა ვასიკოს ცოლად. არ გაყოლია. რა? ხო, მართლა ლაშა ჩაიშალა ქორწილი. მოკლედ ჩემი ძველი თანამშრომელი შემხვდა და იმან მითხრა თურმე იქ ყოფილა ქორწინების სახლში ბასიკოს მხრიდან. ბასიკოს მხრიდან. ხო და მოკლედ რეგისტრატორ ქალს რო უკითხავს ვინმე ხომ არ არის ამ ქორწინების წინააღმდეგიო ვიღაც ქალი შემოვარდნილა და უყვირა მე ვარ წინააღმდეგიო. მართლა რატო იყო წინააღმდეგი? ვინ იყო ის ქალი? ვინ იყო ლაშა და ვასიკოს ძველი შეყვარებული. ვასიკოსგან ყოფილა ორსულად. რას? აბა ლაშა ნინო ნინომ როგორც კი გაიგო მაშინ უარი უთხრა ქორწინებაზე. რას მეუბნები? რა მაგარი შენკენაცვალ ელენე, შენ მიჭირინე ელენე. რა მაგარი ელენე, რა მაგარი შენკენაცვალ ელენე და ოხნიკა. ლაშა ნიკა რა შუაშია? რა შუაშია? რას წამომაგდებ? შენ ვრად მეძინა იქ ვიჭი. მაგრამ არა უშავს დავждები ახლა და ჯუმანჯის უყურებ. რა მჭირს კაცო დღეს მე რა უბედურება მთელი დღე აქ არა. შემოატრიალე რა ეს.